გამარჯობა, ეს არის საათების პირველი ქართული ბლოგი. ახლა ვიმყოფებით Time-ის ოფისში და წარმოგიდგენთ მსოფლიოში ცნობილი ბრენდების საათებს. დავიწყოთ. პირველ ვიდეოში ვისაუბრებთ Casio-ს ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხაზის, G-Shock-ის შესახებ. როგორც იცით, Time-ის მაღაზიათა ქსელი Casio-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და ამ ბრენდის საათები ექსკლუზიურადაა წარმოდგენილი ჩვენს მაღაზიებსა და კიოსკებში. პოინტის სავაჭრო ცენტრში კი მდებარეობს G-Shock-ის კონცეპტუალური კიოსკი. Casio-ს ბრენდის საათების კოლექციები რამდენიმე ნაწილად არის დაყოფილი. ესენია Casio Generali, Edifice, Pro-Trek, Baby-G, Shiny და G-Shock. G-Shock-ის ისტორია 1983 წლიდან იწყება და იაპონელ ინჟინერ კიკუო იბეს უკავშირდება, რომელიც ოცნებობდა შეექმნა ყველასათვის სასურველი და უნიკალური საათი. G-Shock-ის შექმნის იდეა უკავშირდება მისი საყვარელი საათის გატეხვის ისტორიას, რომელიც მამამისის საჩუქარს წარმოადგენდა. რამდენიმე წლის განმავლობაში იბე ცდილობდა განავითარებინა ტექნოლოგია და შეექმნა ისეთი საათი, რომელიც მკაფიო და განსაკუთრებულ სიტყვას იტყოდა საათების ინდუსტრიაში. იგი მუშაობდა სამი მთავარი მიზნის მისაღწევად. საათს უნდა გაეძლო 10 ატმოსფერული წნევისთვის წყალში. საათის ელემენტს უნდა იმუშავა 10 წელზე მეტი დროის განმავლობაში და არ უნდა დაზიანებულიყო 10 მეტრის სიმაღლიდან ვარდნის შემთხვევაში. საათების ტესტირების შედეგად შეიქმნა G-Shock-ის 4600 სერიის მოდელები, რომლებსაც ბრენდი დღემდე აწარმოებს. დღეს ვისაუბრებთ G-Shock-ის 3 სხვადასხვა სერიის მოდელების შესახებ. პირველი, ეს არის კლასიკური და ლეგენდარული 4600 სერიის მოდელები. მეორე, თანამედროვე და ელეგანტური 2100 სერიის მოდელები და ბოლოს, უჟანგავი ფოლადით შექმნილი G-Shock-ის მოდელები. დავიწყოთ 4600 სერიის მოდელების აღწერით. ძირითადად ამ სერიის მოდელები დამზადებულია პლასტმასისგან, რომელიც საათებს შოკგამძლეობას ანიჭებს და იცავს დაზიანებისგან. ამ სერიის საათებს აქვს კლასიკური მარტივი შესაკრავი. ყველა მექანიზმს ტრადიციულად აქვს შოკგამძლე დამცავი, რაც საათს იცავს გარე დაზიანებისგან. 4600 საათებს აქვთ ციფრული ციფერბლატი და კლასიკური ფუნქციონალური ბაზა, რაც მოიცავს დროს და თარიღის დაყენების რეჟიმს, ქრონომეტრაჟს, შეგვიძლია მიუთითოთ დროის საჭირო ინტერვალი, რომლის გასვლის შემდეგ საათი გამოსცემს სიგნალს. გახსოვდეთ, G-Shock-ის ყველა მოდელს აქვს 5-მდე მაღვიძარა და რა თქმა უნდა, წამზომი. 4600 სერიის საათებს ასევე აქვთ ნეონის განათება, რომელიც სიბნელეში შუქის წყაროს შეიძლება წარმოადგენდეს. რაც შეეხება G-Shock-ის შემდეგ სერიას, ესაა GA2100. ზოგადად, G-Shock მოდელები ფუნქციებით და გამძლეობით გამოირჩევიან, მაგრამ ასევე თანამედროვე და მოდური აქსესუარების ერთობლიობასაც წარმოადგენენ. დღეს მომხმარებელთა უმრავლესობა ატარებს G-Shock-ს არა მხოლოდ მრავალმხრივი ფუნქციების გამოსაყენებლად, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ისინი მოდურია. GA2100 სერია აღნიშნული ფაქტის ნათელი მაგალითია. გამოყენებული მასალებისა და ფუნქციების თვალსაზრისით, ეს საათები კლასიკური G-Shock-ის საათებია, მაგრამ ცოტა უფრო მოდური და დახვეწილი დიზაინით. ამ სერიის საათები ძირითადად წარმოდგენილია ხის ფერებში, წითელი, შავი და ნაცრისფერი კომბინაციით. ბოლო მოდელი, რომელსაც დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ, არის G-სტილის, G-ფოლადის სერიიდან, რომელიც ძირითადად განსხვავდება G-Shock-ის სხვა სერიის საათებისგან. G-სტილის მოდელები გამოირჩევა უფრო კლასიკური დიზაინით, მაგრამ ასევე წარმოადგენს თანამედროვეობისა და ფუნქციონალურობის ერთობლიობას.
Am სერიების საათები იმდენად დახვეწილია, რომ ეს საშუალებას გვაძლევს ვატაროთ ისინი კლასიკური სტილის ტანსაცმელთან. როგორც ყველა სხვა G-Shock საათს, ამ საათებს ასევე აქვთ წყლის წინააღმდეგობა 200 მეტრზე, შოკის წინააღმდეგობა და კლასიკური ფუნქციონალური ბაზა. დღეისათვის სულ ეს იყო. თვალიადევნეთ ჩვენ სიახლეებს Time Georgia-ს Facebook გვერდზე და გამოყვებით Instagram-ზე @timegeorgia. და ბოლოს, მინდა გაცნობოთ ჩვენი კონკურსის შესახებ. მონაწილეობის მისაღებად უნდა მოიწონოთ ეს ვიდეო. გამოიწეროთ Time Georgia-ს Instagram გვერდი. გააზიარეთ ეს ვიდეო თქვენს Facebook გვერდზე და მონიშნეთ Time Georgia. თქვენი პოსტი უნდა იყოს საჯარო. ერთი კვირის შემდეგ ჩვენ გამოვაცხადებთ გამარჯვებულს, რომელიც მიიღებს Time-ის 100 ლარიან სასაჩუქრ ბარათს. თუ თქვენ გაქვთ რაიმე შემოთავაზება, ან შეკითხვა საათებსა და ძვირფასეულობასთან დაკავშირებით, დაწერეთ კომენტარი და ჩვენ გიპასუხებთ.